საქართველოს საპატრიარქოს თანახმად პატრიარქმა ილია მეორე მარქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი წინამძღვრობიდან გაათავისუფლა. განცხადების თანახმად პატრიარქმა ეპარქიული კომისიის მიმართვის საფუძველზე ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც 29 ოქტომბრიდან არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი გათავისუფლდეს ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან და განწესდეს წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად. ეპარქიულმა კომისიამ ილია მეორეს შუამდგომლობით დღეს მიმართა კომისიის თავმჯდომარე საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი იყო. აღსანიშნავია, რომ არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი როგორც პირველი, ისე მეორე დაბარების შემდეგ ეკლესიის იერარქიისა და თავად კომისიის წევრების მისამართით შეურაცხყოფელ და ცილის მწამებლურ განცხადებებს კვლავ აგრძელებს. ეპარქიულმა კომისიამ დასკვნის სახით დაადგინა, რომ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის მხრიდან კვლავ იკვეთება დისციპლინური და ზნეობრივი ხასიათის დარღვევები, კერძო ცილის მწამებლური, ასევე მღვდლისა და მონაზვნისთვის შეუფერებელი სხვა ქმედებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, ეპარქიულმა კომისიამ შუამდგომლობით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, რომ არქიმანდრიტი დოროთე კომისიის უგულებელყოფის შეურაცხყოფისა და კვლავ არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, რაც მოციქულ და 74 კანონით წარმოადგენს მძიმე დისციპლინურ დარღვევას, ამ ეტაპზე სასჯელის სახით გათავისუფლდეს ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრის მოვალეობიდან და განწესდეს მღვდელმსახურად ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ლავრაში, რომლის საძმოს წევრადაც ირიცხება. დღეს არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი, რომელიც საპატრიარქოში ეპარქიული კომისიის ხდომაზე იყო დაბარებული, საპატრიარქოში მედიასთან ერთად არ შეუშვეს, რის გამოც მან ამ ხდომაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. არქიმანდრიტთან ერთად საპატრიარქოსთან მივიდნენ მოქალაქეები და მისი თანამოაზრე სხვა სასულიერო პირები, არქიმანდრიტი ილია, არქიმანდრიტი შიო და იღუმენი ანდრია. როგორც დოროთე ყურაშვილმა განმარტა, ხდომაზე სატელევიზიო გამოსვლების გამო დაიბარეს. მისი თქმით, ვინაიდან ეს განცხადებები მას საჯაროდ ჰქონდა გაკეთებული მედიასთან, ამიტომ ხდომაზე დასწრება ჟურნალისტებთან ერთად ითხოვდა. არქიმანდრიტმა სანამ საპატრიარქო განცხადებას გაავრცელებდა მედიასთან თქვა, რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიეღო კომისიას, ის იქნებოდა უკანონო, რადგან გარკვეული მოთხოვნების წამოყენების უფლება მასაც აქვს. სასულიერო პირის თქმით, ის ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვის. მე განვაცხადე, რომ მე შევდივარ ყოველდღე ჟურნალისტებთან ერთად. მორჩა სხვა გადაწყვეტილებას მე არ მივიღე. მარტო მაგათი არ არის ეკლესია. ეკლესია ჩვენია. აქედან გამომდინარე, მეც მაქვს უფლებები მოვიცხოვე და მოვთხოვო პასუხი. იმ გადაწყვეტილებებზეც, იმ კანონებზეც, რასაც ესენი იღებენ თუნდაც, რასაც ესენი ამბობენ, რასაც ესენი რუსეთის სასარგებლოდ ამბობენ. პირდაპირ, როგორც ერთი ერთში მეუფე შიოს გუნდი მამა ანდრიასთან ერთად იღებენ იმ გადაწყვეტილებებს, რაც მთავრობას აწყობს და ესენი წინააღმდეგებიან ევროპულ კურსს. მე მომხრე ვარ, რომ საქართველოს არ დაკარგოს ევროპასთან ინტეგრაციის საშუალება. არათუ მომხრე, არამედ ამისთვის ვიბრძვი. ესენი იბრძვიან პირიქით, ამიტომ მე ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ესენი რა საჭეს გამომიტანენ. ჩემთვის მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმას, რომ საქართველო გადარჩეს და საქართველოს ეკლესია გადარჩეს და რუსეთმა არ გადაყოლაპოს და არ დაუღუპოს ისევ, როგორც ცხრაჯერ დაუღუპივარ და გაუნადგურები ვარ. სასულიერო პირი ამბობს, რომ მას ბიძინა ივანიშვილი და რუსეთის ჯის, რადგან მის სიტყვებში საეკლესიო გადახრა ვერ აღმოაჩინეს. არქიმანდრიტის თქმით, საპატრიარქოს დანაშაულად მიაჩნია მისი განცხადებები მის შესახებ, რომ რუსეთი ქართველების სისხლით ვერ გაწყდა და რომ ივანიშვილმა გაანადგურა საქართველოს ეკლესია. მათ ხალხს უნდა განუმარტონ რის გამოვარდნე დამნაშავე და მე ვიცი ისინი რაში მადანაშაულებენ, ყოველ ამას ვერ ამბობენ. ჩემი დანაშაული არის ის, რომ მე ვამყრელ რუსეთს, მე ვამბობ, რომ რუსეთი ჩვენი სისხლით ვერ გაწყდა და მე ვამბობ იმას, რომ საქართველო მიიტაცა ივანიშვილმა, მე ვამბობ იმას, რომ ივანიშვილმა გაანადგურა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და პლიუს ეკლესია თავისი პრეფსების გამოყენებით. მე ვამბობ იმას, რომ ეს მცირე ჯგუფი საპატრიარქოში, რომელიც არის შესახლებული, არის რუსული და აკეთებს რუსულ გეგმას ემსახურება. მას უნდა რომ არც ერთი კაცი, ვინც რუსეთს უპირისპირდება, არ იყოს ზიარებული და უნდათ რომ ეხლა ის ტაძარი, სადაც ერთგული ხალხი და მირები და პატრიოტები ეზიარებიან ჩემთან ქვემო ბეთლემში, ისიც წაართვან ამ ხალხს. მე ისინი ვერაფერს ვერ წამართვიან, მაგრამ ამ ხალხს წაართვიან და ეს სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ მაინც გავიმართებთ. შეუძლებელია ჩვენ დავმარცხოთ. მე უფრო თუ ამათმა დამსაჯეს, უფრო მეტი დრო მეთქება გადავერთო ეროვნულ
განმათავისუფლებელ მოძრაობაში. არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი, რომელიც ხშირად აკრიტიკებს ქართული ოცნების წარმომადგენლებს რეპრესიებისა და აქციის მონაწილეების დარბევის გამო, საპატრიარქო მზნეობის კომისიაზე მის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებებისთვის პირველად 16 ოქტომბერს დაიბარა. საპატრიარქოს განმარტებით დოროთეს მხრიდან ბოლო პერიოდში მასმედიის საშუალებით გაკეთებულ განცხადებებსა და საჯარო გამოსვლებში იკვეთება დისციპლინური, ზნეობრივი და ცილისწამებლური ხასიათის დარღვევები. არქიმანდრიტი დოროთე სხდომას არ დაესწრო, რის გამოც მან მკაცრი გაფრთხილება მიიღო. ამის შემდეგ არქიმანდრიტმა საპატრიარქო შესთავაზა, რომ სხდომას იმ შემთხვევაში დაესწრებოდა თუ იქ მედიის წარმომადგენლებიც იქნებოდნენ. თუმცა საქართველოს საპატრიარქომ გუშინ გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდებოდა. საპატრიარქოს განმარტებით დოროთე ყურაშვილის ეს მოთხოვნა დაუშვებელი და უპრეცედენტოა.